ჟურნალ პიონერში მუშაობდი მე რედაქტორის მოადგილე. მოახლოვდა ახალი წელიწადი და გალაქტიონს მინდა შეუკვეთო ლექსი. ლექსი მიულოცოს ახალი წელიწადი იმ ბავშვებს. აუწერებად რომ გალაქტიონა ესეთი თოვლი და ეს წარმოიდგინეთ თოვლი ეს იმ ბავშვები მთელი საქართველოს ბავშვები და აი და თქვენ ესე იგი ვინ უნდა მიმართოს მათ თუ არა გალაქტიონმა. კიდე მითხრა კიდე აუცილებლად დაგიწერე ეს არის დაახლოებით ასე ოქტომბერი. გავიდა დეკემბერიც ურეკე ხოძამიკო და ასე გაიარა თელმა რახანა გაზაფხულდა და მოვიდა მარტი. აღარავითარი სახალხო ლექსი აღარ ამჭირდება ესე იგი. გამომცემლობასთან გადავდი პარკივებზე და პორტფელი უჭირავს ხელში, მძიმე პორტფელი წიგნსაცემს სახელგამირო ერქვა იმ გამომცემლობას ახლა მოდევ საქართველოს და მოდის დავიძახა ზემიკო დაგიწერე ლექსი ბიძახის შემწუხდა გული მარტში სახალხო ლექსი რაღაც მინდა ესე დაგიწერე ავდექილა შევედით სახელგამში სასადილო არის პირველ სართულზე მუშათა სასადილო ოთხევადო ლექციონი ეგერ შევიდეთ დავსხდეთ და რაკენ ლექსიც გადმომეცით და ცოტა თვითონ ლუდიც ხომ არ დაგვედია და შევედით და დავდო პორტფელი ამოიღო ლექსი და ბაძამიკო წაიკითხე ლექსი ახლა ეს ამთავარი მე შეუკვეთე საახალწლო ლექსი ის რა აქ ლექსი არის ასეთი რამ მაგას ჰქონდა კოლექტივო მხარი მხარს თუ ის ლექსი კოლექტივო მხარი მხარს აბაჰე მოვედოთ აღვებულ თადაბარს ამის მაგირად ჩვენს ჟურნალს მაშინაც ქვია პიონერი პეონია 4 მარცვალია ისიც კოლექტივი 4 მარცვალია ისიც აბსოლუტურად მთელს ლექსში სადაც ჩადებულია კოლექტივო სადაც იყო იქცერია პიონერო მხარი მხარს აბაჰე მოვედოთ აღვებულ თადაბარს ასე მოვიქცეთ ისე მოვიქცეთ ეს და აბსოლუტურად ეს არის და მაგრამ შემომყურებს ახლა და მე ვკითხულობ და ჯერ თავიდანვე რომ წავიკითხე პირველივე სტროფი უკვე ლამსარი სისხლი ჩამექცეს რა უთხრა ახლა რა უნდა უთხრა ახლა ფიქრობ და მივყვები წავიკითხე კიდე გაჩერებული ვარ და ვფიქრობ მოვიფიქრე ახლა რაც უნდა უთხრა მაგას აინტერესებს ესე იგი ასე კარგად ვიცით თუ არა ჩვენ მისი პოეზია ჯერ ერთი ესე მე ესე იგი ერთადერთი პასუხი გავეცი რომ ბადო გალაქტიონი ეს ლექსი ვარიანტია თქვენი რაკენ ცნობილი ლექსის მაგრამ გალაქტიონის ვარიანტით საინტერესოა მართალია ზამიკო მითხა მართალი სწორედ გალაქტიონის ვარიანტით საინტერესოა ზამიკო